სწორედ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლა გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღზვრის საფუძველი. მათ შორის არის ნიკა გვარამია, რომლის პროცესით საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სხვების მსგავსად გვარამიას საქმეც არსებით განხილვას გადაეცა. პარტია ახლის ლიდერის პოზიცია ცნობილია. ნიკა გვარამია პარლამენტისა და საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობის არგუმენტით ჯერ კომისიის ხდომაზე არ მევიდა, ახლა კი არც გირაოს გადახდას გეგმავს. ვადა 7 ივნისამდეა. თუ გვარამია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, არ არის გამორიცხული ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად ისიც დააკავან. სასამართლოს თომის დეტალებით ახლა მაკა ლაშხია გვერდდება პირდაპირ ეთერში. მაკა. ნიკა გვარამიას შუამდგომლობის მიუხედავად, რომ შეწყვეტილი იყო მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, როგორც უკვე აღნიშნეს, საქმე უკვე არსებით განხილვაში გადაეცა და თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე 2 ივნისიდან დაიწყება ნიკა გვარამიას საქმეზე არსებითი განხილვა. რაც შეეხება სასამართლო პროცესზე განვითარებულ მოვლენებს, დღეს ნიკა გვარამია მიუთითებდა იმას, რომ წარდგენილი მუხლი, რითაც მას ედავებიან, საუბარია 359 მუხლზე, როგორც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა და კოდექსშიც იგივე მუხლი და შესაბამისად მას ბრალი უნდა წარსდგენოდა არა სისხლის სამართლის მიმართულებით, არა ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა დაწყებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და სწორედ ეს იყო მოტივი, რის გამოც ითხოვდა ნიკა გვარამია მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებოდა ბრალდების მხარე, როგორც დღეს პროკურორებმა სხდომათა დარბაზში განაცხადეს. აღნიშნული მუხლი ნამდვილად იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თუმცა ის 1999 წლის შემდეგ უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად გადაკეთა. შესაბამისად, სწორედ პროკურორები მიუთითებდნენ, რომ უნდა დაწყებული, უნდა გადასცემოდა საქმე არსებით განხილვას. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორების ეს შუამდგომლობა და შესაბამისად უკვე დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა. რაც შეეხება გირაოს, როგორც უკვე აღნიშნე, ნიკა გვარამია არსებული გირაოს გადახდას არაპირებს და ის ამბობს, რომ აქვს მოლოდინი, რომ მასაც დააკავებენ. დღევანდელ სხდომას ასევე ესწრებოდა საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ასევე ამბობს, რომ არც ის აპირებს გირაოს გადახდას. დღესვე გახდა ცნობილი, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა გიორგი ვაშაძემ, რომ ის უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიხდის თუ არა აღნიშნულ გირაოს და გამომდინარე იქიდან, რომ მან უნდა კითხოს ხალხს ამომრჩევოს და საკუთარ თანაპარტიერებს სად უფრო სჭირდებათ ის პარტიაში თუ გარეთ. შესაბამისად, საკითხის ასე დაყენებას არ მიესალმება ნიკა მელია და ამბობს, რომ ბრძოლა არის უკომპრომისო და შესაბამისად ყველამ თავისი წილი უნდა შეიტანოს. ნაწილმა კი ეს გირა უკვე გადაიხადა, საუბარია ლელოს ლიდერებზე, მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე. მათი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა და მათი საქმეებიც უკვე არსებითად გადაეცა სასამართლოს განსახილველად. მოსამართლემ რაც გააკეთა, 1 წუთის ნაცვლად რომ 1 საათი იმსჯელა, უკვე ხეირი და შედეგია ჩვენთვის. რომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ჩემ შუამდგომლობას უპასუხებდა დადებითად, ნიშნავს, რომ ყველა წინსწრები გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ასევე მელიას და ჯაფარიძის გადაწყვეტილებებს უნდა გაუქმებულიყო. ამის მოლოდინი ჩვენ არ გქონია. დაველოდებით 7 ივნის, როცა მე მიწევს გირაოს გადახდა, უბრალოდ დარბაზში დაველოდები არ გადავიხდი. ნახოთ მე რემის. მე პლებისციტს ვერ ჩავატარებ იმასთან დაკავშირებით, ვისაც ვჭირდები უფრო მეტად. მე მაქვს ჩემი შინაგანი წმენით ნაკარნახევი პოზიცია, რომელიც მორალურად სწორია ჩემი აზრით და პოლიტიკურადაც სწორი და ყველა სხვა მიმართულებითაც სწორი, რომ გირაო არ უნდა გადავიხადო, ამისთვის თუ ციხეში მოხვდები, არ არის პრობლემა. დანარჩენი ყველამ გადაწყვეტოს ისე, როგორც თავად ჩათვლეს საჭიროდ. ჩემ შემთხვევაში პროცესი არის ხვალ არა და ზეგ და მაღალი ალბათობა არის იმისი, რომ აქვე ღონისძიება გირაო რაც იყო, ის შეცვალა უფრო მკაცრი და უფრო კაცრი ამ შემთხვევაში არის პატიმრობა. მე ვერავის ვერ მოუწოდებ გირაოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა. ყველას აქვს თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია, ყველას აქვს საკუთარი რწმენა, ყველას აქვს საკუთარი, ასე ვთქვათ, ხედვა. მე შემიძლია პასუხი ვაღგო საკუთარ თავზე, მოლოდინი რომ შეიძლება ეხლა 50000 ლარი მიურბენი ეხლა წულუკიანს და ეხლა ივანიშვილს, რა თქმა უნდა ეს არ არის სერიოზული. ძალიან მარტივია. თუ ხარ ბრძოლაში, თანაც უკომპრომისოში, კომპრომისზე არ უნდა წახვიდე საკუთარ სინდისთან,
მორალთან სრუპენტელა ნაცები საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე. როდესაც საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით საუბრობენ, როდესაც არიან აბსოლუტური მტყუანები და ძალიან კარგად იციან და თავის თავშიც ეს ყველაფერი გააზრებული რომ აქვთ, ამიტომ იზოლებულები არიან, რომ პოლიტიკური განცხადებები აკეთონ და პოლიტიკას თავის შეაფარონ. საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ისევ იმგვარად დამარცხდებიან, როგორც მაგალითად ნიკამელია დამარცხდა, უგულავა დამარცხდა, სააკაშვილი თუ მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში სტრასბურგის სასამართლოში თუ გაბედავენ და თავიანთ საქმეებს წაიღებენ. სიახლე ხო არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ იგივე მელია ყოველთვის გამოიყენებოდა სახელმწიფოს წინაშე და მართლმსაჯულების წინაშე პროვოკაციების მოსაწყობად. და ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის გირაოს არ იხდის, არ აღიარებს სასამართლოს, არ აღიარებს კანონს, არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუციებს. ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. მათ იმედი აქვთ, რომ უცხოეთი გადაიხდის რაღაცას მათ მაგივრად, მათი ეს პროვოკაცია გახდება კანონის წინაშე ესეთი დამოკიდებულება გახდება გარკვეული წრეებისათვის უცხოეთში სპეკულაციის საკითხი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა და ლიდერები არიან, რომლებიც სისტემურად ებრძვიან კანონს, კანონიერებას და სახელმწიფოს. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო ბრალი წარედგინა რამდენიმე ოპოზიციურ ლიდერს, როგორც ისინი აცხადებენ, არც ერთი მათგანი წარდგენილი ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობენ, რომ მათ მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. როგორც უკვე გითხარით, ნაწილმა მათგანმა გადაიხადა გირაო, ნაწილი მათგანი კი გირაოს გადახდას არაპირებს. მადლობა, მაკალ აშხია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.